მოგზაურობ კანადაში. კანადა ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთით მდებარეობს. ის სიდიდით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. და რომელია პირველი? აუ სხვა კითხვა დამისი რა. კანადაში ძალიან ბევრი კოვბოი ცხოვრობს. უამრავი ცხენი ყავდა მსხვილფეხა საქონელი. კოვბოის ამბავი გროვერმა გვიამბო, ახლა ხანს დაბრუნდა კანადიდან. თან როგორც ვიცი, მარტო კი არა, ფრედისთან ერთად ჩამოვიდა. ამათ აინტერესებს ფრედის ამბავი. ახლა გაიგებთ, ვინ არის ფრედი. მოიცა ფრედი! გამარჯობა! ასე სამებიან კოვბოები. ეს მე ვარ თქვენი ბეწვიანი მეგობარი გროვერი. ეს კი ჩემი ერთგული ცხენი ფრედია. მიესალმე ფრედი. გამარჯობა. ჩვენ ახლა ხანს დავბრუნდით სასკაჩევანიდან. როგორ მიყვარს ამ სახელის თქმა? კიდევ ვიტყვი, სასკაჩევანი! Gesundheit. არ დამიცემინებია ფრედი. მაგრამ აი დიდი მადლობა. რას ვამბობდი? სასკაჩევანიდან ახლა ხან დავბრუნდით. ეგ ადგილი კანადაშია. მართალია და ფრედის ფეხები დაეღალა. კირჩად დაიჯერათ. უკვე გავდივართ ხომ? კი, კოვბოი გოგონას გავიცნობთ დაახლავე დავბრუნდებით. მე შელბი მქვია. ეს ჩვენი რანჩოა. ჩვენ ცხენები გვყავს და კიდევ ბევრი ძროხა. ეს ჩემი და ჯოუდია. ის ნამდვილი კოვბოი გოგონა. ეს მისი სამუშაოა. მის ცხენს ქუხილი ქვია, ჩემს ცხენს კი მონი. ჯოუდი მასწავლის როგორ გავხდე კოვბოი გოგონა. იმიტომ რომ მეც მინდა გავხდე კოვბოი გოგონა. კოვბოი გოგონამ ცხენებს უნდა მოუაროს და ისინი უნდა გაახალისოს. ჯოუდი მთხოვა მონის ზურგი კარგად გამეხეხა, რადგან ზურგზე უნაგირს ადგავენ. და ჩემი მოვალეობა უნაგირის ქვეშ ჭუჭყიან თივა არ იყოს. ყოველდღე ცხენებით მივდივართ ძროხების შესამოწმებლად. ძროხებს ერთად ვკრებთ. და საჭმელი მიგვაქვს. ბევრი რამ უნდა იცოდე, კოვბოი გოგონა რომ გახდე. ყველაზე მეტად რაც ამ საქმეში მომწონს, ცხენზე ჯდომა. ისეთ ცხენზე ჯირითი მეც ძალიან მიყვარს. ეხლა საიდან გავაჩინო ცხენი? კანადას გარს აკრავს ატლანტიკის წყნარი და ჩრდილოყინულოვანი ოკეანე. კანადაში ყველაზე მეტი ტბაა მსოფლიოში. კანადაში ნიაგარის ჩანჩქერიც ჩამოედინება. ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი ჩანჩქერია. კანადის დედაქალაქია ტორონტო. CN Tower, ტორონტოს სატელევიზიო ანძა. მეორე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაგებობებს შორის. ნახეთ, ეს კონფედერაციის ხიდია. ყველაზე დიდი ხიდია მთელ მსოფლიოში. პირველ ადგილზეა. კანადაში ორ ენაზე საუბრობენ. ეს როგორ და ჩვეულებრივად, ფრანგულად და ინგლისურად. გასაგებია, კანადაში რომ ჩაბა, მეც ასე მივესალმები ყველას. Hello, bonjour. და კიდევ ძალიან საინტერესო რამ. თუ კანადაში ჩახვართ, ჰოკეის თამაში დაესწარით. ამბობენ, კანადაში ყველაზე პოპულარული თამაშიაო. და ყველაზე პოპულარული ცხოველია დათვი გრიზლი. ნახეთ, ეს კანადის დროშაა. ეს კი გერბი.
მწყემსია? ერთი სმა ახლა გავიგე. აჰა, ეგ მწყემს არ არის. მაგრამ ეს ხომ მწყენმა თქვა. კარგი ფრედი, დროს როხებს მივხედოთ. მოიცადეთ. აქ რაღაც შეცდომაა. მოიცადეთ. მე მგონი ჩვენ მწყემსავენ. მოიცადეთ მეთქი. გაჩერდით. მოსწრებს მწყემსები არ ჭირდებათ. სად ვიყავართ? გამიშვით. არ მინდა.